მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმის ავტოსადგურში ვართ, რომელსაც მალე 2 საათამჯენი ჩაანაცვლებს. Როგორც ცნობილია, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2 ახალი საათამჯენი უნდა აშენდეს ბათუმის ამ ავტოსადგურის ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ახლა ვიმყოფებით. აქედან ძალიან ბევრი მიმართულება გადის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ძალიან ბევრი სავაჭრო ობიექტია. მოდით გავიგოთ, რას ფიქრობენ, რა ინფორმაცია აქვთ აქ დასაქმებულ ადამიანებს, მათ შორის მძღოლებს. 2 ახალი საათამჯერის აშენებაზე. მოგესალმებით. თქვენ მძღოლი ხართ. Რა გითხრათ, რას ფიქრობთ 2 ახალ საათამჯერზე, რომელიც აქ შენდება ბათუმის ავტოსადგურის ადგილზე? მე რა ვიცი, ახლა შენდება გადავალიქით, ამ ადგილზე შენდება საჭენდება რა ვიცი. ხოდა ახლა ხალხი აქაა მიჩოვლილი და მე მეტი არაფერი არ ვიცი. არის რამე გადაწყვეტილება მიღებული, სადაც გადავიდეს ავტოსადგური, თქვენ სად იმუშავებთ ამ შემთხვევაში? სადაც გადავა, იქნია გადავა, ჩვენ საბარაუყნად. არის ცნობილი რაიმე, სადღან გადახვიდეთ? არა, მე არ ვიცი. არავის არ ულაპარაკია თქვენთან ამის შესახებ? არ ვიცი თქვენ. თქვენ დასაქმებელი ვინც არის კომპანია, მას არ ქონია რაიმე საუბარი თქვენთან ამ საკითხზე? არა, ჩვენთან არაფერი. ეგ რა კიდევ ხოლებია ყველა იგენეს კომენტარებში. მადლობა. გამარჯობა, თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ამ 2 ახალ საათამჯერზე, რომელიც შენდება ავტოსადგურის ადგილზე? კარგი. გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ვართ. რა გითხრათ, ავტოსადგურის დაცვად შენდება? არა, მე სტუმარი ვარ. მგზავრი ვარ, არ ვიცი არაფერი. აღარ იქნება მალე ეს ავტოსადგური და იქნება საათამჯერი. ვარ იქნება სხვა რამე გავუღები რას. მგზავრი ვარ და რა ვიცი. კარგი, თქვენ რას გეტყვით ბატონო? მე ისე ასაბათ ვარ და რა ვიცი. სად იმუშავებთ? რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? სხვაგან იქნება. არ იყო კომუნისტები მოვიდნენ მოქალაქეები წევიდნენ. ის მოვიდა ახლა ოცნება მოვიდა და ასე მიდის ეს ქვეყანა კაცო. და სად იქნება ახალი ავტოსადგური? რა არის თქვენთვის ცნობილი? დირექტორი არ ვარ, მოადგილე არ ვარ, ნაკედი არ მაქვს. რომ გითხრა რა ვიცი. მაგრამ თქვენ რა გითხრეს? გითხრეს თუ არა რაიმე, რომ თქვენ სად გადახვალთ რა ტერიტორიაზე იმუშავებთ? თქვენ გითხრეს თუ არა რაიმე, სად იმუშავებთ, სად იქნება ავტოსადგური? მე ავქნეს კაცი. შენ საიმუშაო ყველაზე გიცი ჟურნალისტი ხარ. რომელი მასიცი არის? რა პრობლემაა? კარგი, მადლობა. თქვენთვის რა არის ცნობილი, სად გადადის ავტოსადგური? ვინ ორი სიტყვა, თუ გადავალ, მეც გადავალ. რა სიცხულია? რა ვიცი, საგადავალ, რა ვიცი. მე გადავყავი. თქვენ გზავრი ბრძანდებით? გადრეს ავტოსადგურის შესახებ რა ხანაკეთება 2 ახალი საათამჯერი და აღარ იქნება ავტოსადგური. თქვენ რას ფიქრობთ ამ სიახლეზე? კარგი უნდა იყოს და რა აშენდეს თუნდაც აფინები რა. თავარია ეგეთი მოდიში და ეგეთი არ იყოს რა, როგორც ახლა არის. მოუწესრიგებელი. მაგრამ სად გადავა ავტოსადგური? ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. თქვენ როგორ იცით ამის შესახებ? ხოდა აქ რაც არის ავტოსადგური, ამის მოწესრიგებაზე კი არ არის ლაპარაკი. არა ლაპარაკი იმაზე, რომ ამის დანაცვლად გაკეთდება 2 ახალი საათამჯენი. მაგრამ სად იქნება ავტოსადგური, ეს ჯერ არ ვიცი. მადლობა. ვარ გამახალოთ თქვენი მოსაზრება, მადლობა. კი, ბათუმელების პირდაპირ ეთერია. ლაივში ვართ ახლა ვერ გავართ დეტალს. ესეთია მგზავრების პოზიცია, ერთი მგზავრის მოსაზრება მოვისმინეთ ჩვენ ახლა, რომელიც ამბობდა, რომ პრინციპში კარგია თუ ეს ავტოსადგური აღარ იქნება, იმიტომ რომ არის მოუწესრიგებელი. მართლაც არის მოუწესრიგებელი ეს ტერიტორია. როგორც ვთქვათ, მძღოლების შეჯერებით არ აქვს ინფორმაცია, სად გადაიყვანენ. ეცები გავიგო სავაჭრო ობიექტებში რა განწყობები აქვს და ასევე რა სად გადავლენ ისინი, სად განაგრძობენ ისინი მუშაობას. მოგესალმებით. თქვენ აქ მუშაობთ ამ ტრანსპორტზე? სად განაგრძობთ ახლა მუშაობას, მას შემდეგ რაც ახალი საათამჯერები აშენდება ავტოსადგურში? იყო რამე საუბარი ვინმესთან, თქვენ საერთოდ გადახვიდეთ, სად უნდა იმუშაოთ? არავისთან არ ქონიათ ამაზე ლაპარაკი?
თევიმე კომუნიკაციაში არ გამოსულა. თქვენც ბრძოლად მუშაობთ? არ მუშაობ, მაგრამ ვაპირებდი და დავანებეთ. როდის იქნება მაგრამ? ეს გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ გადაწყვეტილია რომ ორი ახალი ცათამბჯენი უნდა აშენდეს ამ ადგილას. ამ სიხლაზე რას ფიქრობთ? ისე ნახეთ პროექტი რა აშენდება ავტოსადგურის ადგილზე? მე შემიძლია გაჩვენოთ როგორი პროექტი განიხილება, რომ აქ აი როგორია მოგწონთ? ლამაზი კი არის. ლამაზი კი არის, მაგრამ აქ ხემოთ. ისე ავტოსადგური არ იქნება? აი ეს არ არის ცნობილი, მაგრამ ჯერჯერობით არის ცნობილი ის, რომ ამ ავტოსადგურის ადგილას აშენდება ეს ორი მაღლივი ცათამბჯენი. რო ისე პირველი სართული ავტოსადგურად დარჩეს არ შეიძლება? ეგ არის განხილვის თემა. შეიძლება ესეთი შეთანხმებაც შედგეს კომპანიასთან. თუ გაიხილება ეს საკითხი რომ ისევლე დარჩეს ეს ავტოსადგურად ძალიან კარგი იქნება ხალხისთვის. ან თქვენ ფიქრობთ რომ უჯობესია რომ ისევ ამავე ადგილას იყოს ავტოსადგური? რომ სოფლიდან რომ ადამიანი ჩამოვა მარკის სადუნა და ოხუცი დაუშვათ. უბრალოდ მოხუცებზე ავება. ხმიერ ხალხს. ზოდო არ არიან? აი თქვენ იგივე გოგოლის ქუჩაზე ნაწილმა გითხრა რომ გადავლენ იქ. ეს არის მეტროს კომპანია მეტროს ყოფილი ავტოსადგური, ხო? იქ რო გადავიდნენ იქ თავად თუ რა მისაღების ტერიტორია? მისაღები შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს, მაგრამ უმეტესისთვის არა. ზემო აჭარის ხალხისთვის უკვე გართულდება მდგომარეობა. იმიტომ რომ გააჩნია ადგილს, ხო? რა ადგილი იქნება გამოყოფილი ავტოსადგურისთვის. მადლობა, დიდი მადლობა რომ დაგვიხვდით. აქ რო დარჩეს ისევ უკეთეს. თუ გაითვლიან და ამას მოლაპარაკებაში შეიტან, კარგი. მადლობა. გამარჯობა, შეიძლება გაგესაუბროთ? მოგეთ, ჩვენ ახლა ვართ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ორი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი სად გადავა ავტოსადგური, ასევე სავაჭრო ობიექტები, რომელიც აქ საკმაოდ ბევრია, როგორც ხედავთ. გამარჯობა. თქვენ აქ მუშაობთ? არის ვინმე ვინც აქ მუშაობს? გამარჯობა. შეიძლება ერთი წუთი. არის ცნობილი სად გადადის თქვენი სავაჭრო ობიექტი, თქვენი სასაძლო, რახან აქ შენდება ორი ახალი ცათამბჯენი? იცით ამის შესახებ, რომ აქ ცათამბჯენი შენდება? არ გინახავთ ეს პროექტი რა აშენდება? და ის ავტოსადგური რომ უნდა დაინგრეს, ეს არ არის თქვენთვის? არ ვიცი არაფერი. კარგი, მადლობა. თქვენ კარგში ხედავთ ბათუმის ავტოსადგურს, რომელიც მალე აღარ იქნება, როგორც არის უკვე ცნობილი, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის, სად მოეწყო ბათუმის ახალი ავტოსადგური. მოგესალმებით, ბატონო. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. არის თუ არა ცნობილი თქვენ შემთხვევაში, სად გადახვალთ, სად იმუშავებთ, რახან აქ შენდება? რატომ არ უნდა გითხრათ? რა ვიცი, რა ახლა ხარ. აი გადადები შენ ახლა იცი ჩვენი თავრობის. ნახე თავად პროექტი ხება ვინმე? სისულელე. დარო.
არავინ არ გაკითხება. ნახე თავად პროექტი რა შენდება ამ ტერიტორიაზე. აი ეს შენდება. ეს ორი ახალი ცათამბჯენი. მე ხელს ვერ შევშლი მაგას. რას ფიქრობ, თქვენი მოსაზრება როგორია? გამანებეთ არის, არ მაინტერესებს და არც მინდა და არც მეკითხება, შემოგევლე. ანუ თქვენ სადა იმუშავებთ ხო, ეგ არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ვის ინტერესებს? მე კი მაინტერესებს, ვინ გეკითხება შე. ხო, არავინ თქვენ არ დაგალაპარაკებიათ ამ საკითხზე, სად იმუშავებთ ან სად გადახვალთ? დაანგრევე წადი სახში ვიცი. კითხრეს დავანგრევთო? არ ვიცი ბაბუ, არ უთქვია ჩემთან. რაღაც არის საუბარი, აღვითო აგვისტოს ბოლოში. ასეთი რაღაც მოკრა გევიგოთ. რომ აგვისტოს ბოლოსა დატოვოთ ეს ტერიტორია? რო გვეთქვია დავტოვებთ. გამანები გაგუთავია. მადლობა. თქვენ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ, რა არის ცნობილი, სად განაგრძობთ მუშაობას, რა ხანակ შენდება ცათამბჯენები ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე? სადაც გვეთქვია იგენა. გითხრეს უკვე სად უნდა გადახვიდეთ? არაც. და თუ არ გითხრეს არ გადახვალთ? ვარ გითხრეს ჩვენი თხოვნა და ვეთქვია ალბათ. ვინ უნდა გითხრათ ამის შესახებ? ეს უკვე კერძო ბიზნესმენის ხელშია. ხოდა კერძო თუ გაანები ამ გას თავი რა შეგაძო რა ფერს უნდა ისე მეიქცევია. არა, ჩვენ გვაქვს სკვერა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ, ანუ გითხრეს ვარ რაიმე ან არ თორე ცნობილი. ჩვენ ვინა ვართ? აი რა ბაბუჩე შემოგივა. ჩვენ სადაც ვეთქვიანი ზეწა. და თქვენთვის რა არის უმჯობესი, რა იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი თქვენთვის? ანუ აქ იმავე ადგილზე რომ დარჩეთ თუ სხვა ადგილი იქნებოდა უფრო მისაღები? რა ვიცი რა იქნება. სადაც ვეთქვიანი გადავახე რა. გამოგიდებული აცა. ვეთქვიან აქ გავა. ჩემი საქმე გადის მოდერა. თავად ეს ცათამბჯენები მოგწონთ ამ ტერიტორიაზე? ცათამბჯენები მოგწონთ ამ ტერიტორიაზე, რომ ცათამბჯენები აშენდება? ალბათ მოსაწონია მოგეთქვი. დაბრობის. თქვენთვის? შემდგომ რატომ ეს? ვერას მიზად ხეხა. რა? განებეთ. არა, ლაივში ვართ, უბრალოდ მაყურებელი გვიყურებს. გახურება აი არ ანუ თქვენ რას ფიქრობთ ცათამბჯენზე, თქვენი პოზიცია როგორ გითხრათ? კარგი, დუმილს არჩევს მოქალაქე. მადლობა თქვენ რომ გაგვესაუბრეთ. მოდით გავიგოთ თავად სააგენტოსგან რა ინფორმაცია აქვს მათ გადასვლასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ უკაცრავად. მოგეთ გითხრათ ინფორმაცია, რა არის თქვენთვის ცნობილი, სად გადადიხართ, სად განაგრძობთ მუშაობას, ახანაკ კეთდება უკვე ცათამბჯენები ავტოსადგურის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მეც ნახე ან განიხილება რამე ვარიანტები, სად შეიძლება გადავიდეს ავტოსადგური მაგალითად? მართლაზე არ ვიცი. მართლას ხუში არ არის. თქვენი კომპანია რომელი კომპანიაა? ჩემი არის თურქული კომპანია. ან თქვენ მუშაობთ თურქეთის მიმართულებებზე? ჯობია შეკითხოთ სოფლის მიმართულებაზე, ვინც ადგილობრივები ვინც არიან არ ვიცი. თავად ამ ცათამბჯენებზე რას ფიქრობთ, რომელიც შენდება აქ ამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე? რა მისაღებია ეს პროექტი, რაც ნახეთ? არის ტერიტორიულად თუ ვინმე ოფიციალურად დაამტკიცა რომ შეიძლება აშენდეს ცათამბჯენი, მაშინ არის. თქვენ როგორც ერთი მოქალაქე რას ფიქრობთ? არ ვიცი. ზოგ ნახე ლამაზი პროექტი კია და დანარჩენი არ ვიცი. მოგეწონა ცათამბჯენები? მომეწონა ახლა და ამ სიმაღლე იქნება არ ვიცი. არა, ჩანს ეს მასშტაბი ხო, როგორიც არის? ტერიტორიაზე როგორ შეიფერება არ ვიცი. თქვენი აზრით როგორ შეიფერება? მაშინ ეს წინ ბატარეულების ნიადაგების უნდა იყოს, მაშინ ბაზრობაც უნდა იყოს და ძალიან ბევრი რაღაცა უნდა გაკეთდეს მაშინ. ანუ მეტ მასშტაბურია, ხო? მაგრამ აქ თუ ამას იღებენ, იქაც მიყვებიან რაღაცა. ავტოსადგურის პროექტზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს და გაკეთდეს ახალი თანამედროვე სუფთა მოწესრიგებული შენობა ნაგებობა. ერთ-ერთი მაყურებელი გვიწერს კომენტარს. სადაც ტურისტები და მოსახლეობა მიიღებს სრულ კომფორტულ მომსახურებას. ადგილი ტერიტორია კარგი, უბრალოდ ახლა ეს საცობირო თქვა და მუნიკომერია და ბაზრობთ. და ხედავ ხო იცი ბათუმელისა და იცი ხო? პრობლემები გზავრე სახალ. თქვა და ძველი არის ხო მაიაკოვსკის პირველი ხო არის კიდო პეტრე აჭარელის თუ რაღაც სახელი ხო აქვს? შესაძლებელია იყოს და ადგილი კარგი ტერიტორია კარგია რა ვიცი.
ავტომატს არა, მაგრამ მადლობა, დიდი მადლობა რომ დაგვიწყეთ რომ გავიმაჩვენეთ კიდე რა გიქნებდა თქმა უნდა დასაწყისად ეწერება მუშაობა. აი რა დრომდე შეიძლება დარჩეთ თქვენ აქ ეს არის თუ არა ცნობილი თქვენ დაგვისახელეთ აგვისტოს ბოლომდე წლის ბოლომდე მაგრამ ჩვენ არის საკითხი გონია ასეთი პროექტი რომ ადამიანი აკეთებს ახლა ეს თოხმალე და თუშტო თან ექნება მაგრამ ძირითადი გადაწყვეტილება შეიძლება ასე თქვას უკვე არის მიღებული რომ აქ შენდება ცათამბჯენები და ეხლა არ უკვე შემდგომი ეტაპი თქვენ სად გადახვალთ, სად განაგრძობთ მუშაობას? აი მაგდა. აი ეს ნაწილი რაც არის გოგოლის ქუჩაზე, სადაც იყო კომპანია მეტროს ავტოსადგური. ხო ეხლა აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ის კომპანია აცხადებს, რომ ისევ განაახლოს ავტოსადგური. მისაღები იქნება ეს ადგილი თქვენთვის, ანუ ის პირობები? გასაცობი არ იქნება ესე მხება ავტობუსებმა თქვა ხული კომფორტული ვიცი ადრე ვიხავდი და ვიცი რომ კარგი იყო და ახლა დონეზე არცუს არ მინახია მარტო მეკითხა. ნუ ამ ეტაპზე არ მუშაობს. არ ვიცი, ხო, გონი არ მუშაობს, მაგრამ რატომ მისაღები და რატომაც არ. ჩემთვის მისაღები. მათთან არ ქონიათ რაიმე კომუნიკაცია? ან თქვენს კომპანიას? არა, ჩვენ ჯიჯობთ არაფერი. მადლობა. დიდი მადლობა დროებით. გამარჯობა. შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ ავტოსადგურთან დაკავშირებით? გამარჯობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. როგორც ცნობილია, აქ აშენებენ ახალ ცათამბჯენს. სად გადადით თქვენი სავაჭრო ობიექტი, თქვენი მაღაზია ამ შემთხვევაში? თქვენ სად გადახვალთ? წინასწარ არაფერი არ ვიცი. ინფორმაცია არ მაქვს. წინასწარ არა, უკვე ფაქტია, რომ აქ შენდება ცათამბჯენი და ვეღარ იქნება ეს ავტოსადგური და სავაჭრო ობიექტები. არ ვიცი მე ნამდვილად. მართლა ანუ არანაირი თქვათ საუბრები ამასთან დაკავშირებით ვინმესთან არ გქონიათ, თქვათ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან, მერიასთან, ან სად შეიძლება გადავიდეს თქვენი სავაჭრო ობიექტი? ჯერჯერობით მე არაფერი არ ვიცი, მე გამყოლები მადლობა, მადლობა. მოდი გავასაუბროთ სხვა მძღოლებსაც, ასევე სავაჭრო ობიექტებს, აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია, სად გადადის ავტოსადგური და რას ფიქრობენ ისინი ასევე ავტოსადგურის გადასვლასთან დაკავშირებით. გამარჯობა, შეგიძლიათ გითხრათ თქვენი ინფორმაცია გაქვთ გადასვლასთან დაკავშირებით ამ ავტოსადგურის? თქვენ მძღოლები ბრძანდებით? გამარჯობა. თქვენ გითხარით, თქვენი პოზიცია გითხარით, თქვენ ხო მძღოლი ხართ ფაქტია და რა ინფორმაცია გაქვთ, სად გადადის ავტოსადგური? ინფორმაცია გაწყობს სხვაგან გადასვლა? შეგვიძლია აი არა. სად გადასვლა გაწყობთ? და აქ ვეღარ გაჩერდებით, იმიტომ რომ აქ ცათამბჯენები უნდა აშენონ. ამ ცათამბჯენებზე რას ფიქრობთ? კი, ყველა შევეკითხებთ, ისაც სურვილი აქვს, ბუნებრივია. მაგრამ ამ ცათამბჯენებზე რას ფიქრობთ? თქვენი მოსაზრება რო გითხრათ? ბეტონის ქალაქი გახდება. ბეტონების ქალაქი გახდება? კი, კარგი. გამარჯობა. შეიძლება რომ გაგესაუბროთ? გამარჯობა. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. რა მინდა კითხოთ? რახან აქ შენდება ცათამბჯენები? სად გადავა თქვენი სავაჭრო ობიექტი? რა არის? არ ვიცი ჩვენ არა. არ გინახავთ ეს? შემიძლია გაჩვენოთ ეს პროექტი, რაც შენდება აქ? არა. იცით რომ ეს გაწყობა მიღებულია? აი ეს პროექტი შენდება ავტოსადგურის ტერიტორიაზე. აბა ჩამოართ კომენტარი? ხო, და ანუ რას ფიქრობთ თქვენ იგივე ამ ცათამბჯენებზე? ძალიან კარგით, მადლობა. აქ იყავ ამჯერად? ესაუბრე. მიეთ ინტერვიუ? გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ აქ მუშაობთ, ხო? დიახ. ვეტ აფთიაქში, როგორც თქვენ. რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ავტოსადგური უქმდება პრაქტიკულად და მის დასაცავად კეთდება ორი ახალი ცათამბჯენი? მეგობარო, ბათუმში ერთი ავტოსადგურია. ამდენი მოსახლეობის ოჯახის წევრები დასაქმებული არიან, რომ საარსებო წყარო
მოახმარონ ოჯახ. Ცებიან უმუშევრები, მე როგორც ვეტერინარი, ცები უმუშევარი. თქვენ რამდენი წელია რაც აქ მუშაობთ? 15. და თქვენც რჩებით უმუშევარი? მე რჩები უმუშევარი და არავითარ შემთხვევაში ერთი ავტოსადგური რო ფუნქციონირებს ბათუმში, აგებას და გაუქმებას არ ექვემდებარება და მე როგორც ვეტერინარი გაძლევთ რეკომენდაციას, რომ შემდგომლობა გაუწიოთ მოსახლეობას, რომ ავტოსადგური არ აიღონ. აი, ბევრი გვიწერს ახლა ჩვენს კომენტარებში მოქალაქეები, რომ ძალიან მოუწესრიგებელია ავტოსადგურის ტერიტორიაო. რა არის გამოსავალი, რა არის სწორი, რა არის საჭირო თქვენი აზრით? მოუწესრიგებელია რესტავრაცია გაკეთდეს, რესტავრაცია. და დასაქმებული მოსახლეობა დარჩეს ადგილზე, რომ ერთი ავტოსადგურია ბათუმში. Remonti gakettes. და დარჩეს ავტოსადგური. ანუ მისაღები არ არის თქვენთვის, რომ ავტოსადგური გადავიდეს სხვა ტერიტორიაზე? არა. და აქ სათამბჯენები აშენდეს, რო? არა. თავად რაც შენდება ნახეთ სათამბჯენები პროექტი? არ მინახია. აი შემიძლია გაჩვენოთ ახლა როგორი პროექტი შენდება აქ. ხედავთ? კი, აგე. აი ეს ორი მაღალი კორპუსი. არ მე წინამდეგი ვარ, რომ ავტოსადგური გარეუბნებში რაფები დადი, მოსახლეობამ გზავრო და ავტოსადგურად დარჩეს. გამოინახოს სხვა ადგილი, რომ აშენდეს, დაკმაყოფილდეს ინვესტორი, რომ ეს მოსახლეობა ამდენი უმუშევარი რჩება. ანუ ინვესტორი რო წავიდეს სხვა ადგილზე, თქვენ ამას ამბობთ, ხო? და აქ რო შენარჩუნდეს ავტოსადგური და მოწესრიგდეს. ხო. ხო. და ამაზე ხომ არ იყო რამე ლაპარაკი თქვა მერიასთან, ან თქვა რომელიმე სამთავრობო უწყებასთან, ან კომპანიასთან, რომ თქვა ისევ ამ სათამბჯენში რომელიც ახლა მოიწყობა, იქნებ იქვე მოიწყოს იგივე თქვენი სავაჭრო ობიექტი, ან რომელიმე სხვა სავაჭრო ობიექტი. ამაზე რაიმე საუბარი არ ყოფილა? არა. მისაღები იქნებოდა ისე თქვენთვის, რომ არა მეგობა. რატო? იმიტომ რომ ჩემზე ხო არ ხდება მარტო. ათასობით კაცია დასაქმებული და არ ვაძლევ რეკომენდაციას, რომ ავტოსადგური აიღონ და ამდენი ხალხი უმუშევარი დარჩეს. რამდენია ესე დასაქმებული სულ თუ იცით ამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე და აქვე მიმდებარეთ ასევე, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სავაჭრო ობიექტია, ხო, პრინციპში? ია. სავაჭრო ობიექტი რამდენია, ხო, იცით რაოდენობრივად აქ? არ ვიცი. ამაზე როცა ლაპარაკობთ, ეხლა ვინც აქ დასაქმებულები ხართ, ხო, როგორია სხვების განწყობები, ისინი რას გეუბნებიან? არიან თანახმად გადავიდნენ თუ ურჩევნიათ რომ აქ დარჩნენ? აქ დარჩენ. ხო. შენდება უკეთესი, ხო, არანგრევენ ვითარდება ქალაქი. გვიწერს ერთ-ერთი მოქალაქე, მაგრამ იქნებ გითხრათ, საიდან იცით ამის შესახებ, რა შენდება უკეთესი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ამის შესახებ არ უთქვამს არც ერთ კომპანიას და არც მერიას, რომ სად რა შენდება ავტოსადგურის ნაცვლად, ანუ ავტოსადგური რო სადმე იქნება, ან იგივე ადგილზე, ან რომელიმე სხვა ადგილზე, ამის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. არა. ცნობილი არის ის, რომ შენდება ავტოსადგურის ტერიტორიაზე აი ამ ადგილას ორი ახალი სათამბჯენი. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიწმენთ დრო და გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, თქვენი სახელი და გვარი როგორ არის? ვეტერინარი ექიმი ბათუმში მაცხოვრებელი ლევანი მაკარაძე. ლევან მაკარაძე. აქ ალბათ ბევრი შემოივლის, ხო, ვიდრე სოფლებში მიდიან, ყიდულობენ საჭირო მედიკამენტებს შინაური ცხოველებისთვის. და 15 წელია უკვე აქ ხართ. მეტი თითქმი. რამდენი წლის ბრძანდებით? 69. 69. მადლობა, დიდი მადლობა, ბედნიერად. ნახო. ჩვენ ვისმენთ ვეტერინარის პოზიციასაც, მოდი სავაჭრო სხვა ობიექტებსაც შევუვაროთ. გამარჯობა, თქვენ აქ მუშაობთ?
გამარჯობა, თქვენ აქ მუშაობთ? რა არის ცნობილი, სად გადახვალთ, სად განაგრძობთ მუშაობას? რახან აქ უკვე შენდება სათამბჯენი? არავისთან არ გელაპარაკიათ ამის საკითხზე? ათქო მოიაზრებთ რომელიმე სხვა ადგილს, სადაც შეიძლება გადახვიდეთ? ინდივიდუალურია რომ ისად გადავაზე. აქ რამდენად შეღავათიან ფასად გაქვთ ახლა აღებული ეს? რამდენ სიხდით თუ საიდუმლო არ არის? ანუ კვადრატული მეტრში თქვენ? ზოგს 2 აქვს, ზოგს 3 აქვს. ზოგს 300, ზოგს 500. რომელიმე კომპანიასთან თქვათ ვიც აქ აშენებს ამ სათამბჯენს ან მერიასთან ლაპარაკი არ გქონიათ, ხო? ისე მისაღებია თქვენთვის რომ გადახვიდეთ, იმიტომ რომ ბევრი წერს ახლა კომენტარებში რომ აკვირდები რომ ძალიან უწესრიგებელია ავტოსადგურის ტერიტორიაო და ალბათ უმჯობესია რომ უარესი სიტუაციებიც არსებობს. გზავრის თვალსაზრისით შეიძლება მოუწესრიგებელია, როგორც თანამშრომლების თვალსაზრისით არც ისე. ხო. თქვენ ახლა რაზე ვაჭრობთ, რას ყიდით აქ? არის ვაჭრობა? ნორმალურად, მაყოფილია. ალბათ მნიშვნელოვანია ისიც რომ აქვე არის ავტოსადგური, ხო, ვინც მიდის სოფლებში შეიძლება ესეთი რაღაც ნივთები აქვე იყიდოს, ხო? ანუ ამიტომაც გამოდის უფრო კარგად თქვენი მუშაობა. ეს არის ფაქტი. არა მარტო შემოდის სხვა კლიენტები. და პროექტი თავად ნახეთ თუ არა რა შენდება ამ ტერიტორიაზე და რას ფიქრობთ ამ პროექტზე, ანუ ამ სათამბჯენზე? კარგია. ქალაქისთვის პრობლემა კარგია, კარგი და ლამაზი. ან მისაღებია ამ მასშტაბის სათამბჯენები ქალაქისთვის? კიდევ ერთ აქ მომუშავეებისთვის შეიძლება არ არის მისაღები, იმიტომ რომ მივეჩვიეთ და ყველას უნდა აქ მუშაობა. როგორც მოქალაქის თვალსაზრისით შვენიერია კარგი ლამაზი შენობები. ხო, ბათუმის გათვალისწინებით რომ ეს არის ზღვისპირა ქალაქი, მისი განაშენიანება აი ამ მასშტაბებში მნიშვნელოვანი თუ არა ღირებულია თუ არა და არის თუ არა მისაღები ამ მასშტაბის სათამბჯენი ამ ტერიტორიაზე. თქვენთვის მისაღები. კარგი, თქვენი სახელი? კახ. მადლობა. გამარჯობა. თქვენი მოსაზრებაც რომ მითხრათ, რას ფიქრობთ იმ სათამბჯენებზე, რომელიც შენდება აქ ამ ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე? ალბათ ქალაქი ლამაზდება. თქვენ მოგწონთ პირადად? იცი. გონი კი. ან მისაღებია ავტოსადგურის ნაცვლად აშენდეს სათამბჯენები? ისეთი ავტოსადგური კი კარგია, მაგრამ ცენტრალური ადგილი ამაგრამ. როგორც თავრობა გადაწყობს, ისე იქნება ხარ. რატომ მანდობთ ასე ყველაფერს მთავრობას? იმიტომ რომ დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ხალხია ხელისუფლების წყარო. მე სადაც გადავალ, ვივაჭრებ, ვიმუშავებ. და სად გადახვალთ ახლა, სად იმუშავებთ? ვიცი, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტა. გქონდათ რამე საუბრები ამაზე ვინმესთან? გქონია. არის რამე თქვა თქვენს გონებაში თქვა წარმოსახვაში სად შეიძლება გადახვიდეთ, სად იმუშავებთ? ჯერჯერობით არ გადაგიხსნა. ჯერ ზუსტად აფსიქით აქამდე ხანს გავჩერდები, შეიძლება ჯერ არ ვიცით არაფერი, როდესაც გვერდიან, ალბათ გადავ. ან რამე კონკრეტული თარიღი არ მოუციათ თქვენთვის, რომ თქვა აგვისტოს ბოლომდე ან რამე. ჯერჯერობით არა, ალბათ გვეტყვი ამ და მოვიძებნით რაღაცა ფაქტს. და მისაღები იქნება ანუ სხვა ადგილზე გადასვლაც? შევეგუებით. ქართველი ხალხი ყველაფერს შევეგუებით. და ფასი რამაც ხელმისაწვდომია ავტოსადგურის ტერიტორიაზე? შედარებით კარგი ფასებია და კარგი ფასებია. ანუ სხვა საოჭრო ობიექტი ფასები ამ მგონი არ იქნება სხვა. აი სხვა საოჭრო ობიექტში რო გადახვიდეთ, თქვა თუ კი იქნება ადგილი. მეტი გადასახადი იქნება. აქ ჩვენ უკვე რამოდენიმე წელია თქვა შეჩვეულია. თანხაც გადასახადიც კარგი ფასია და ვალი ფასია. მუშაობა გექნება, არ გექნება. არ იმერბიელებ რომ გადასახადი მაქვს და რაღაცა და სხვაგან არ ვიცი. ხო. ანუ შეჩვეული ხართ უკვე აქ. რამდენი წელია რაც უკვე აქ მუშაობთ? 10-ზე მეტი. და აი თქვენ რას ურჩევდით თქვათ იგივე მერიას, ანუ სახელმწიფოს ზოგადად რა იქნებოდა ყველაზე სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ბათუმს სჭირდება ავტოსადგური, ხო? ბათუმს სჭირდება, ჩემი გადასაწყვეტი არა, მაგრამ ისევ აქ რო აშენებულიყო, კაიყო ავტოსადგური. ისევ ავტოსადგურის ტერიტორიაზე რა აშენებულიყო? და ისეთი ადგილია, რომ ხდება ქალაქის ცენტრი ქვია. და ცენტრალური ადგილია. სადგური აქ ვირა, მე აქ დაბადებული გაზრდილი ვარ და მთელი ცხოვრება აქ იყო ავტოსადგური, არის. ხო, და ეხლა რა შეგრძნება, რომ აღარ იქნება ავტოსადგური? ალბათ სადაც იქნება, ალბათ იქ მიაჩვევა ხალხიც არ ვიცი. ora თქვენთვის თქვენი ემოცია მნიშვნელოვანია, თქვენი განწყობა, ხო? თქვენ ამიტომ რამდენი წელია უკვე აქ ცხოვრობთ, აქ მუშაობთ. რა ვიცი რა. უამრავი ადგილი შეგვეცვლია და რა ვიცი.
არ იქნება და შევეგუებით ალბათ. არა, შევეგუებით, მაგრამ თუ არის სამართლიანი, რა რის სანაცვლოდ, რატომ შეიძლება ეს იყოს საჭირო? რა ვიცი, ახლა მაინც ჩვენი საქმე არა. ალბათ თავრობა გადაწყვეტს, მათ იციან როგორ იქნება ჩვენ როგორც თქვენ ისე გავაკეთებთ. თქვენი სახელი? დოდო. მადლობა. თქვენ ისმენთ საოჭრო ობიექტების შესაძლებელი ადამიანების პოზიციებს იმასთან დაკავშირებით თუ სად განაგრძობენ ისინი მუშაობას, მას შემდეგ რაც აქ ავტოსადგური აღარ იქნება. აქ საკმაოდ ბევრი საოჭრო ობიექტია, როგორც ხედავთ, აი კაფე, ბარს ხედავთ. აი ასეთ ვეღია და დახურულ საოჭრო ობიექტებს. საპარიკმახერო. გამარჯობა, თქვენ საქმე მუშაობთ? სად გადახვალთ, სად განაგრძობთ მუშაობას? არის თუ არა უკვე ცნობილი თქვენ შემთხვევაში, რახანაკ ორი ახალი ცათამბჯენი შენდება ავტოსადგურის ტერიტორიაზე. არ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ? არ გინახავთ ეს პროექტი, რაც უნდა აშენდეს? ჩვენ სამუშაო ხო, ან თქვენ სადღაც გადახვიდეთ ამის შემდეგ, რაც აქ მშენებლობა დაიწყება, ასეთი მასშტაბური ცათამბჯენების. გამოვნახავთ ეს. ჯერ არ მოგიწებინათ. მისაღებია ისე ესეთი მონაცვლეობა თქვენთვის და ეს ცათამბჯენები? საჭიროა? და იოლად იპოვით, თქვა ჩასანაცვლებელ ადგილს, რაც იგივე საქმეს გააკეთებთ, ანუ როგორია? როგორ და მოიგზეს ამ დროს მერია, სახელმწიფო ზოგადად, რა უნდა იყოს მისი როლი ამ პროცესში? თქვენ გაშვენ დაგეხმაროთ, თქვენ რაში გჭირდება დახმარება? როგორც საქმე ჩვენ, როგორც გადავაკეთეთ ისე რა, ჩვენ დაგეხმაროთ. ან თქვენ ახლა კარგავთ სამსახურს, აღარ გექნებათ ეს სამსახური, აღარ გექნებათ ეს ადგილი. იმიტომ რომ აქ შენდება ორი ახალი ცათამბჯენი. სამსახური კი გექნება, როგორ აქ ჩვენ გავფრთხილებულოთ, ყველა გადავართ და მიმუშავებთ სხვა. ხო და სად გადახვალთ? ვინ გაგაფრთხილოთ? მოგწევთ სხვა რატომ აქ თუ გინდროთ სხვა გამოწევთ, რა აქვს. თავად მოგიძებნით კომპანია თუ ვინ მოძებნით? ხო და თქვენ თავად მოაგვარებთ ამ პრობლემას, თუ გჭირდებათ ხარდაჭერა, თქვათ საზოგადოების, მთავრობის? ჩვენ თვითონ ვაგვარებთ. აი პრობლემა არ გაქვთ. მადლობა. ესეც ინტერიერი. აქ ზემოთ ავეჯის მაღაზიაც არის, მოდით მოვიკითხოთ ავეჯის მაღაზიის შემთხვევაში რას გვეტყვიან, სად გადავლენ და სად განაგრძობენ მუშაობას. გამარჯობა. გამარჯობა, შეიძლება გაგესაუბროთ? მოგეთ აქ არის ავეჯის მაღაზია, მაგრამ გასაუბრებაზე უარი გითხრეს, რომ გაგვიგო, სად განაგრძობენ ისინი მუშაობას. ეს ავტოსადგურის ტერიტორია, სადაც მალე უნდა დაიწყოს ორი ცათამბჯენის მშენებლობა. ნებართვის გასაცემად პროცედურები უკვე დაწყებულია მერიაში. როგორც გავიგეთ, აქ დასაქმებულ სავაჭრო ობიექტებში ადამიანებისგან, ასევე მძღოლებისგან მათ პრინციპში აქვთ ყველას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ეს ორი ცათამბჯენი აშენდება, მაგრამ სად გადავლენ, სად განაგრძობენ მუშაობას, ისინი გვიყვებიან, რომ ჯერ არ მოუფიქრებიათ, ნაწილი მათგანი ამბობს, რომ დარჩება უმუშევარი, ან სადაც მიუთითებენ და მეტყვიან, რომ შეიძლება განაგრძოს მუშაობა იქ გადავლენ. მაგრამ ჯერჯერობით არავისთან მოლაპარაკება არ გქონიაო, როგორც ახლა თავად გითხრეს. ასასრულის მაღაზიაც არის ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში ვართ. სად განაგრძობთ თქვენ მუშაობას? არის თუ არა უკვე ცნობილი რახანაკ შენდება ცათამბჯენები? ინფორმაცია ჯერჯერობით არ აყოფ ჩვენ. იცით რომ შენდება ეს ცათამბჯენები? არაფერი ჩვენი ინფორმაცია არავის არ მოუწოდებია ჩვენთვის. არაც გავრცელდა ინფორმაცია მედიაში არ გინახავთ ცათამბჯენები. რო გაჩვენოთ გინათ ეს ცათამბჯენები? რა ვიცი, ჩვენ მაინდამაინც ველოდებით კიდევ რომ ვიღაცა მოვიდეს კონკრეტული პირი. ეგ არ ვიცით, მინახი არ დავინტერესებული ვართ ამით.
ან თქვენ ჩვენებად განაგზავნებთ მუშაობას. ჯერჯერობით კი. მაგრამ ის რომ ეს ამ ადგილას უკვე შენდება ორი ახალი ცათამბჯენი, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს. არ მოუწოდებია ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით ამ ეტაპზე. ეხლა მე გეუბნებით და თქვენი განწყობა როგორია, რას ფიქრობთ ამ სიახლეზე? იმედია ჯერ ვიქნებით და მე რა ვიცი, დრო გვიჩვენებს. კარგით, მადლობა. გამარჯობა. თქვენ მძღოლები ხართ? კი. რა გვაინტერესებს, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. რა არის თქვენთვის ცნობილი, სად გადახვალთ, საიდან იმუშავებთ, როცა აშენდება? ინფორმაცია არ აქვს მეგობარ. აქ შენდება ორი ახალი ცათამბჯენი, ალბათ იცით ამის შესახებ, ხო? შეგვიძლია გაჩვენოთ პროექტიც, რაც არის უკვე ცნობილი, რა უნდა აშენდეს ამ ტერიტორიაზე. რა ხერი გვაქვს, რა ვიცი, ცათამბჯენი. აი ეს შენდება. აქ სადგურში შენდება? ო. ახლა გქო. ლექსოს აქცილი ექნება. როგორ მოგწონთ? ქალაქში სათამბჯენი რა ვიცი. ანუ ჯერ თქვენ არ ქონიათ. თქვენი საქმე არ არის და არ თუნდაც გვეკითხება მეგობარ. არა, თქვენი საქმე არ იმდენად, რამდენადაც ავტოსადგური აღარ იქნება და თქვენ სად იმუშავებთ? აქ არ იქნება, სხვაგან იქნება. და სად იქნება? თქვენ როგორ იცით? სწორედ მაგიტომ მოვედი ჩვენ აქ რომ ინფორმაცია არ გვაქვს არაფერი. ანუ სად გადახვალთ, სად იმუშავებთ, ჯერჯერობით არ იცით, ხო? ნუ ვაფშე სახში. დასრულდეს ეპოქა სადგურის და მოძრაობის. და ამ ცათამბჯენებზე რას ფიქრობთ ის ამ პროექტზე, რომ ამ ადგილას აშენდება ეს შენობები? რა ვიცი, ჩვენ რა უნდა ამ ჩვენ ვიდათ აშენდეს გაზო, ვიდი რაც წესიერი და კარგი აშენდება, რა ვთქვის მე რომ აშენდეს, რა პრობლემაა? ანუ მისაღებია ეს მასშტაბი და ეს მშენებლობა თქვენთვის. თქვენთვის? დასალევი ვარიანტი იქნება. თქვენ რას გეტყოდით ამ სიახლეზე, რაც ახლა არის ავტოსადგურის ტერიტორიაზე? თქვენც ბრძოლად მუშაობთ? არა. ვაჭრობ. ანუ სად განაგზავნებთ ახლა მუშაობას, მას შემდეგ რაც აღარ იქნება აქ ავტოსადგური და აშენდება ორი ახალი ცათამბჯენი. არ მაშენდება ახალს აულყველია, მაგ ჩვენი პატრონია რა, იმერმერთ. სადაც მიმოსთან დალაპარაკება, გქონდათ რამე კომუნიკაცია, თქვა მერიაში ან ფინანსის სამინისტროში, ან ამ კომპანიას ან ვინც ამ ცათამბჯენს აშენებს. არანაირი ინფორმაცია არ აქვს. თავად პროექტი ნახეთ, რაც შენდება. როგორ მოგწონთ ეს პროექტი, ეს ცათამბჯენი? ჩემთვის გამოსაწონარია, ვიღაც პიროვნებას აინტერესებს აშენებს. რა უნდა მოგწონთ? ვიღაც პიროვნება არჩილ ხაბაძია, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. ეს არის ახლა ბიზნესმენი, ვინც აქ აშენებს ცათამბჯენებს. ის პარლამენტის წევრიც იყო ქართული ოცნებიდან და ახლა აშენებს ამ ცათამბჯენებს ამ ტერიტორიაზე. ჩვენ დავუჩებით უმუშავარი მაგიოში. ესეა საქმე, ან თქვენ უმუშავარი რჩებით? ჩვენ ადგილის ვერ ვნახულოთ. სასწაული ფასებია ქალაქში. აი გამოვძებნით ალტერნატიულ ფართებსო, ჩვენ ახლა გვითხრეს აქ საოჭრო ობიექტებში არ არის პრობლემაო და თქვენ შემთხვევაში ანუ სად და ვერ იპოვეთ ეს ალტერნატიული ფართები? მინამია და რომ წინდოდეს ვერ იშო. აქ უფრო ხელმისაწვდომი ფასებია, ანუ ხო? კი, აქ. აქ რა ფასი ხდით, თუ საერთოდ არ არის 1 მეტრში? ეს თვეში ხო? გაქვს მუშაობა? აი სხვა ტერიტორია რომ გამოიძებნოს და იქ შემოგთავაზონ ისევ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, იქ ის იქნება თუ არა მისაღები და გააჩნიათ თუ არა ტერიტორიას, ადგილს, თქვენთვის სად იმუშავებთ? შესაბამისად, კარგი ადგილი უნდა იყოს, ხალხმრავალი თუ არა, ესე არანაირი ადგილი არ არის. ხო. ეს ხალხმრავალი ადგილია, ხა იმიტომ რომ ავტოსადგური. ეს კარგი ადგილი. და თავად ამ პროექტზე რას ფიქრობთ? რახან ცათამბჯენებზეა ლაპარაკი, ძალიან მასშტაბურ პროექტზე და მასობრივ მშენებლობაზე, ხო? ამ ტერიტორიაზე და ბათუმის განაშენების გათვალისწინებით, რადგან მისაღებია ამ მასშტაბის პროექტი ამ ადგილისთვის. ახლა მაგით ჩემთვის აულყველია მაგას გასაგებად. ანუ მოგწონთ ეს პროექტი, თვითონ რაც ნახეთ თქვენ ეს გიზი? ანუ ერთია რომ შეიძლება ლამაზია, მაგრამ რამდენად მისაღებია ბათუმისთვის? და თავად ის ამბავი რომ ამ ტერიტორიაზე ამ ცათამბჯენებს აშენებს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, რომელიც პარლამენტის წევრიც იყო. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? რა თქვენ გააგნიშნეთ წაღებ რომ უმუშავარი რჩებით ჩვენ. ეს ამბავი რას ნიშნავს თქვენთვის? უბრალოდ ხალხის ფეხებზე დაგიდებას მეტი არ არის. ხალხი შევა უმუშავარი. ალტერნატიული ფართი უნდა ამ ხალხს დასაქმება უნდა და ეს. თუ იქნება კი ბატონო, თუ არ იქნება და იგან. მადლობა, თქვენი სახელი? თამას. გვარი? ძირკვაცი. თამას ძირკვაცი. მადლობა ბატონო თამას.
ასეთი იყო მძღოლების და საავეჭრო ობიექტებში დასაქმებული ადამიანების პოზიციები ბათუმის ავტოსადგურში. ვიც ახლა შემოვუერთდა ჩვენს Facebook Live-ს, მე გეტყვით რომ ჩვენ ვიყავით და გავიგეთ ბათუმის ავტოსადგურში დასაქმებული ადამიანების პოზიციები, მძღოლების და ასევე საავეჭრო ობიექტებში დასაქმებული ადამიანები. მათ გავესაუბრეთ. მე აქვე გეტყვით რომ ბათუმის მოქმედი ავტოსადგურის ან ის შენობა, რომელსაც თქვენ ახლა გადახედავთ, საერთო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასკვისეს ამ ადგილზე მშენებლობას გუმბათი ჰაბი გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. ახალი ამბავი აღარ არის და ბათუმში დიდი ხანია იციან რომ თანამდებობიდან წასულები მშენებლებად გვევლინებიან სამშენებლო კომპანიების დირექტორები ან არქიტექტორები ხდებიან მათ შორის რამდენიმე პირად საუბრებში არც იმას მალავს რომ ახლა უფრო დიდ ფულს აკეთებს რა მინდოდა საჯარო სამსახურში თუმცა არც ფლად ასია საქმე საჯარო სამსახური კარგი დასაწყისის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი კარგი გაგრძელების წინაპირობაა პრაქტიკა ასე აჩვენებს აღნიშნულია ბათუმელების სტატიაში რომელიც გამოქვეყნდა 12 ივლისს ეს არის საკუთარ ბერიძის სტატია შეგიძლიათ ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე სადაც უფრო ცუდად გაიგებთ ამ მშენებლობის დეტალების შესახებ ამავე სტატიაში აღნიშნულია რომ ამ დრომდე მშენებლებად გვევლინებოდნენ ყოფილი მინისტრები, ვიცე-მერები, მთავარი არქიტექტორები, სამსახურის უფროსები, ამჯერად კი არც მეტი არც ნაკლები ბათუმში 2 სათამჯერეს მშენებლობას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გეგმავს. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ არჩილ ხაბაძე საქართველოს პარლამენტში შევიდა ქართული ოცნების პროპორციული სიით, უფლებამოსილების გასვლის შემდეგ კი როგორც თავად ამბობს, პოლიტიკაში დარჩება. დარჩენა აღარ მოინდომა და თავის სფეროში, ანუ ფინანსებში დაბრუნდა. ნებართვის გასცემად უკვე დაწყებულია პროცედურები მერიაში. ჩვენ დღესაც მიმართეთ ბათუმის მერიას, რომ გაგვიგო თუ რა ეტაპზეა ამ ორი ახალი სათამჯენის აშენების პროცესი. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია ჩვენ ბათუმის მერიიდან, თუმცა უკვე ესეთი პროექტი არსებობს ამ ადგილას და გადაწყვეტილება მიღებულია, რომ აი ამ ავტოსადგურის შენობის ნაცვლად უნდა აშენდეს ორი ახალი სათამჯენი. დიდი მადლობა რომ გიყურეთ ეს ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელების ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო მადლობა ყურადღებისთვის.